TV პირველის ინფორმაციით 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირი კომპანია ფინის 49 წლის მფლობელი კახა კოტორაშვილია. პროკურატურის ცნობით 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით 2022-24 წლებში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში კანონიერ შემოსავლად გაატარა და ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა. ამ განცხადებაში მითითებული არ ყოფილა ბრალდებულის ვინაობა და არც ინიციალები. 2022-2024 წლებში განხორციელებული უპრეცედენტო ოდენობის 624 მილიონი ამერიკული დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი. დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას. ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა კანონიერი სახის მიცემის მიზნით სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომდა სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი. რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები, ხოლო ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით მიმართულ იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში. დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით. პირად წარმატებაზე არასოდეს მიფიქრია, ჩემთვის ქვეყნის წარმატება ამთავარი, აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის მამული ენა სარწმუნოება წარმომადგენელი ზურაბ ნინიკაშვილი. ის ესტაფონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის იბრძვის და იმედი აქვს, რომ პარტიის საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ ამომრჩევლის მხარდაჭერას მიიღებს. განკარგულებელი ორგანოს წევრობა კი საშუალებას მისცემს მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაზე იზრუნოს. ვრცლად ზურაბ ნინიკაშვილი მარიამ კარტოზიას საავტორო გადაცემაში თავისუფალი სექტორი ისაუბრებს, რომელიც ეთერში ტრადიციულად ხუთშაბათ საღამოს 8 საათისთვის გავა. აიყო ამის მიზეზი და მიზანი პირველ რიგში ეს არის ჩემი ქვეყნის, ჩემი ზესტაფონის სიყვარული და საერთოდ სიყვარული ქართველი ერის, ქართველი ხალხის პარტიას, რომელშიც მე მივედი, ქვია მამული ენა სარწმუნოება. დიახ. ამის გადასარჩენად ყველა პიროვნება უნდა აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად. სახელმწიფოებრივი აზროვნება რას ნიშნავს? სახელმწიფოებრივი აზროვნება იმას ნიშნავს, რომ შენ
მართველს მიაწოდო შენი შეხედულება და რჩევა იმისა თუ რა ჯობია და როგორ უფრო კარგად გაკეთდეს. თუ ეს არ აქვს მიწოდებული მეცნიერულად დოკუმენტარული დასაბუთებით შენ არ ახარ საზოგადოების ნაწილი და ყველა ადამიანი უნდა იყოს საზოგადოების ნაწილი, საზოგადოებრივად უნდა აზროვნებდეს. იქნება თუ არა შუა დერეფნის ალტერნატივა, ეგრეთ წოდებული ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის კონცეფცია და რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოსთან მიმართებაში. საკითხი აქტუალური სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ გახდა, რომელიც როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შუამავლობით შედგა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპექტრმა ისტორიკოს შალვა თავაძის კომენტარი ჩაწერა. ზანგეზურის კორიდორის საკითხი, ეგრეთ წოდებული ტრამპის პროექტია, ასე ჩანს, მე არ მგონია რომ მას ასე ფართო მასშტაბის პერსპექტივა ჰქონდეს, მით უმეტეს ის ამ შუა დერეფნის კორიდორს ის ვერ გაუწევს კონკურენციას. მე მგონი უფრო ეს ვაჭრობის საგანი გახდება სულ მალე რუსეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის და ამ ურთიერთ ჭიდილში ჩაემბება ასევე ირანიც, ხო. შესაბამისად ჩვენთვის როგორც საქართველოსთვის ეს საფრთხეს ეკონომიკური ატმოსფერულ მოხდენობაში საფრთხეს არ წარმოადგენს. პირიქით შეიძლება წაადგეს მის ზოგადად სამხრეთ კავკასიის მშვიდობასაც. ამიტომ ამობ რა აქაც კიდევ რაღაცა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მსჯელობენ. აქ ასაშიში არაფერი არ არის, ასე იყო დიდი სავაჭრო გზები ზოგადად ისტორიაში იყო ცენტრალური სავაჭრო გზები და მე მას თავისი განშტოებები ჰქონდა. ეს ელემენტარული ისტორია, ელემენტარული წაკითხვა ჭირდება ამასა და დიდი აქ მეცნიერება, მეცნიერული ანალიზი არ არის საჭირო, ხო, უბრალოდ დახედონ ამა თუ იმ საუკუნეში სოფლიოში გამავალ დიდ სავაჭრო მაგისტრალებს და თავის განშტოებები და იქაც ნახავენ ამას ყველა. აღნიშნული დერეფნის ამოქმედებით სომხეთისთვის 4 ალტერნატივა იქნება, რაც თავის მხრივ საქართველოსთვის ორმაგ კონკურენციის პირობებს აჩენს. ასე აფასებს ვითარებას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი BMG-სთან კომენტარის გაკეთებისას. ვითარებაში, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დარეგულირდება ზანგეზურის დერეფნის საკითხი, ავტომატურად დებლოკირებას ექვემდებარება ყველა სომხეთზე გამავალი დერეფანი. საუბარია რაზე, რომ აი ამ სქემის მიხედვით და 4 საავტომობილო დერეფანი იხსნება სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც თურქეთს აზერბაიჯანთან დააკავშირებს. საქართველოზე გამოვალ შუა დერეფანს წარმოიქმნება პრაქტიკულად მეორე ალტერნატივა, ანუ ორმაგ ასე ვთქვათ, ცეცხლის ქვეშ ალტერნატივის ქვეშ მოხვდება შუა დერეფანი. საუბარია პირველი ზანგეზურის დერეფნის თვალსაზრისით და მეორე ყარსიდან გიუმრის გავლით ახურიანი და შემდეგ უკვე საქართველოში შემოვა და შუა დერეფანს დააჯდება ეს მიმართულება. ზანგეზურის დერეფნის განვითარებისთვის სომხეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან $145 მილიონ მიიღებს. აღნიშნული ვაშინგტონში მიმდინარე წლის აგვისტოში მიღწეული შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ეგრეთ წოდებული ტრამპის მარშრუტის იგივე ზანგეზურის დერეფნის განვითარება იგეგმება. შედეგად, ნახიჩევანი სომხეთის გავლით დანარჩენ აზერბაიჯანს დაუკავშირდება. აღნიშნული მარშრუტით რამდენიმე წლიან პერსპექტივაში შუა დერეფნის ერთგვარი ალტერნატივა შეიქმნება, რამაც სპეციალისტების შეფასებით შესაძლოა სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო ქსელში საქართველოსთვის როგორც ამ დერეფნის მონაწილე ქვეყნის როლი შეამციროს.